შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩინეთს უზარმაზარი შავი ბაზარი აქვს შექმნილი სახელმწიფო საიდუმლოებების შესაძენად. ათეულობით Telegram არხზე, ანონიმურ პლატფორმებსა და ეგრეთ წოდებულ dark web საიტებზე მიდის მოპარული სენსიტიური ინფორმაციის გაყიდვა და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების გადაბირება ჯაშუშობრივი საქმიანობისათვის. ჩინელები მიმართავენ კიბერ შეტევებსაც, მაგალითად 2025 წლის მარტში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა 12 ჩინეთის მოქალაქე დაადანაშაულა გლობალურ კიბერ შეტევის კამპანიებში, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით კომპანია აისუნში მუშაობდნენ კონტრაქტორებად. კომპიუტერულ სისტემებში უკანონოდ აღწევდნენ და შემდეგ ამ ინფორმაციას ყიდნენ ჩინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროზე და სხვა პირებზე. და სწორედ ამ მზარდ საფრთხეს უპირისპირდება რუსეთის ოპერაცია ენტანტა 4. FSB-ს მონაცემებით უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ჩინური ჯაშუშობა რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა. ჩინელი სამხედრო და უშიშროების ოფიციალური პირები, როგორც წესი, აკადემიური ან ბიზნეს დელეგაციების სახით რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ და შემდეგ სადაზვერო საქმიანობას ეწეოდნენ. რომ დავფიქრდეთ, ჩინეთისათვის უკრაინის ომი არ არის რიგითი გეოპოლიტიკური მოვლენა. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია 40 წელზე მეტია სრულმასშტაბიან ომში არ ყოფილა, ამიტომ ეს არის მისთვის საუკეთესო შანსი, რომ დააკვირდეს თანამედროვე ბრძოლის მეთოდებს, საბრძოლო ტექნიკის მოქმედებას, როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან და ისწავლოს ამ გამოცდილებიდან.